აბა. ეხლა უნდა შევზილოთ. მოდი კიდე ერთხელ ერთი წუთით გავიმეოროთ აქ რა ჩავნაყეთ. ჩავნაყეთ ესე იგი ნიორი რა იყო? მარილი, წითელი წიწაკა და პიტნა. ხო. აჯიკაც ხომ მოუხდებოდა ესეთ კარგი მეგრული. აჯიკა ცხარე უყვარს და ხო, შეიძლება. ეხლა კიდევ ერთი რამე ვთქვათ, მნიშვნელოვანი, რომ უნდა გქონდეს აუცილებლად ჯამი წყლით სავსე, ცივი წყლით სავსე. კი, აი იმაში უნდა და იმერეთში. ხო. რომ არ მიეწევს. აი ახლა ფქვილს ჩავყრიმე, ოღონდ ფქვილი უნდა იყოს ცოტა, არ შეიძლება ბევრი, თორე მე ღომი მაგრდება. ჭადის ფქვილზე, კი ბატონო. ეხლა შევზილოთ თავარი, აი. და ეს რამდენჯერ უნდა გააკეთო? თვალის ზომით, ხო, აი, თვალის ზომით ესე. და შიგნით კურკუტები, რასაც ვეძახით ხოლმე, არ უნდა იყოს, ამიტომ აი კურკუშალდებაო, ხო, რომ ამბობენ. აი ესე. აი წეული მოძრავე. ძალა უნდა ისე, ხო? ძალა უნდა. მე მოვიდე? არა. ჯერჯერობით არის ჯანზე. ვარ. აი დიდებში რო აკეთებენ ხოლმე, დიდი ეგეთი რო აქვს. სამაგერო ჯანი აკეთება ჩერეული მოძრაობები. ბავშვებო, ვის გიყვარს სქელი ღომი? მე არ მიყვარს სქელი. არა, სქელი ღომი. ძალიან თხელი არ მიყვარს. არა, საშუალოდ, აი ეს. მერჩევნია ხოლმე მაინც სქელი. აი ესეთი. მე ჩემს სამზარეულოში ვარ, შეეული და უკაცრავად. ამასაც მიეჩვევ. გინდა კიდე ცოტა ფქვილი? არა, მეტი ფქვილი არა. ვაშა, ესე იგი ბოლოსკენ დაახლოებით პროპორცია რო ვიცოდეთ, აი რამდენი ფქვილი უნდა, ვთქვათ 500 გრამ ღერღილს, რამდენი ჭადის ფქვილი დაჭერა. გარეცხილ ღერღილს დაახლოებით 150 გრამ. 150 გრამ მეტი არა. მეტი არა. სადილის კოვზი 1-3-4, სუფრის კოვზი. ხო. აი ახლა ნახე როგორი აუცილებლად ეს ჩავდოთ ისევ წყალში და თავზე უნდა დავახუროთ. ხო, ცოტა ხანი. ცოტა ხანი უნდა დავახუროთ. პარალელურად რას ვაკეთებ? პარალელურად ახლა ვაკეთებთ ჩინჩოლიას. მოდი. ოპა. აი ასე. ხო, ამოვიღოთ ქვასანაყიდან ეს ჩვენი სუნელს ეძახიან ხოლმე, მეგრელები. წითელი წიწაკა, მარილი და პიტნა. მარილი და პიტნა. სანამ შეურევთ ამ ყველაფერს, ნახოთ კურიერის მოკლე გამოშვება და მალე დავბრუნდებით. მოვედით. დავბრუნდით? ჩინჩოლია მზად არის. ჩინჩოლია მზად არის. გადმოვიღოთ ახლა და ავაწყოთ, ხო? აი როგორ სერვირება როგორ ხდება ძალიან აი ხლა ვეკეთვით. ეს ხომი მაღალ ცეცხლზე ქონდა, უკვე ჩაზელილიდან თავდახურული. ბატონო, აგერ არის თებში. ეკა ძალიან მიყვარს მე. ხო? არა, ჯერ შევზილოთ უნდა ისევ. მე მეჩქარება უბრალოდ. ეკა მე ძალიან მიყვარს მეგრული სამზარეულო. ჩემთან მოდი სტუმრად. ჩემთან სტუმრად რომ მოდი რომზე მოდია. ჭავო, ეგ ამას ნიშნავს. არა, გენაცვალე პირველი აგერ. კვანცა გასინჯო. ამასა მეგრელმა ქალმა უნდა გასინჯოს. და კომპეტენტური. ქართლი მერე. ქართლზე არის ძალადობა, ეხლა თუ აი ეს ეგრე იზამთრებს სუმპადიჟებს ვიტყვი. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, საერთოდ ინახავენ ხოლმე, აი რო დადებენ თეფშებზე, მერე რო დარჩება ცოტა, ტოვებენ ქვაფში, ღომის ქვაფში. არასდროს არ უნდა დატოვო ღომის ქვაფში. უნდა ამოიღო აუცილებლად თეფშებზე და მერე შეგიძლია ესე თეფშების ფორმას რომ მიიღებ, ჩადო და შეინახო ისე. ეკა მე ძალიან მიყვარს ყველი ჩატყალა მოხდები. მე გამოცდილებით ვისწავლე რამდენიმეჯერ დავწერ. ეხლა მე მაინტერესებს. აი ახლა ნახე, აუცილებლად წყალში უნდა. დავასველოთ. ხო, დავასველოთ და ამოვიღოთ. აჰა. ესე. მე როგორ მიყვარდა მეგრული სამზარეულო. სანამ მე ვიქნებოდი. იცი რა, კიდე ერთი დადე. კიდევ ერთი? ხო. კი ბატონო. ეს კიდე ერთი აი რისი მიხედვით რა კრიტერიუმი? ლამაზი იქნება და ეხლა შევალამაზოთ უნდა აუცილებლად. აჰა. აჰა. ნახე. აი ესე. ეხლა ჩავდოთ. როგორ კეთდება? მე არა ვარ. როგორ ჩადნება, რო იცოდეთ, როგორ ჩადნება. რა. დავორეკ ჭკირო. აი ასე.
აი ამას გადავუღებთ სურათს და ეს აირბენს რამოდენიმე კიბეს მაღლა. მომეცი ვაიკო ფოტო გადაუღო. ეხლა შემდეგი. კარგი, ეხლა შემდეგი იგივე პროცესია, ხო? ანალოგიურად და იგივე? ბაიას განმარჯვნივ რაღაცას განააჭრა. ბაია, აი შებოლილი ყველი დამიჭერი გენაცვალე, 1-2 ნაჭერი. ამას ჩვენ გავაკეთებთ და მე ვაჩვენებთ მაყურებელს და მანამდე ძიმა იტყვის. არა, არ ვიცი რა არის და ვკითხულობ რა არის ეს. ჩვენ ხო არ იცით. მე კი ვიცი უკვე შევისწავლე. ეს გახლავთ სპარის პროდუქცია. მეგობრებო, სპარი გახლავთ 1932 წელს ჰოლანდიაში დაარსებული კომპანია, რომელიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, მოგეხსენებათ, გაგებულიც გექნებათ და შემოვიდა საქართველოში. მერიკო, თუ შეგიძლია გვანახე როგორი ასორტიმენტი აქვს სპარს. ძალიან დამნაშავე ვარ. ერთი ფუნთუშა მოუპარე სპარს როგორც გაიგო. მოგეწონა? გემრიელია, ხო? უგემრიელია მართლა. ჩვენს მომხმარებელს სანამ იტყვი, მინდა უთხრა, რომ იოლისა და ფუდმარტის ყველა მაღაზია, რომელიც არის საქართველოში, გახდება, მოექცევა ერთი ბრენდის ქვეშ და იქნება ცნობილი როგორც სპარი. და შეგვეძლება უკვე მრავალფეროვანი ასორტიმენტის პროდუქცია შევიძინოთ ბოდიში. შეგიძლია მე გვაჩვენო. ყველაზე მეტად რაც გამიხარდა, უკვე ჩვენ ბაზარზე ჩანს ეს სხვადასხვა სპაგეტი, მაკარონის, რასაც ვეძახით, პასტა. კიდევ ერთი შემოგვემატა, ეს არის სპარის პროდუქცია, ფუჩილი, ალბათ ფუჩილი ქვია. სხვადასხვანაირი პასტა და ყველაზე უფრო გასახარი რაც იყო, соусები. აღარ გჭირდება სახში соусის მომზადება, თუმცა მაინც გირჩევთ ხანდახან სახშიც მომზადოთ, მაგრამ შეგვიძლია ვიყიდოთ გზა соуსი. ეხლა ჩვეულებრივი სულუგური და პასტის გაკეთება соусით ზუსტად 7 წუთი ჭირდება პასტის მოხარშვა, соусის გაცხელება და ერთმანეთში ყველაფრის ამორევა. ეხლა გავსინჯავთ ჩვენ დღეს როგორი იქნება ამ соусში მომზადებული პასტა, ორივე ამ სპარის პროდუქცია და მე თქვენ თვითონ შეაფასეთ. შენ მოამზადებ მერიკო, მე ასევე ვიტყვი, რომ ცხელი და ცივი კულინარიის ძალიან ფართო ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი, უგემრიელესი პურფუნთუშეული ძიმას, რომელიც ადგილზე გამომცხვარი თონის პური. ეს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ დეფიციტია კარგი თონის პურის. და რაც თავარია, ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე საწარმოს ფლობს სპარი, რომელიც ამარაგებს 24 საათიანი რეჟიმის მიხედვით ყველა მაღაზიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად განახლებადი პროდუქცია იყოს სპარის დახლებზე. რაღაცა უნდა გითხრა, რომ სრულიად გუწევდა. აი ამას ეხლა რო ნახო არომატი. ეს არის დღეს აი 1 საათის წინ გამოსხარე, თუ გინდა თავს დავდებ რა. დიმიტრი, სუმაკეთ რო წაიღე, ცოტა კრუასანი აქეთაც გადმოდე რა, გავსინჯო. იცი რატომ ბავშვები გადმოჯექი. ლაბორატორიაც აქვთ ადგილზე და თითოეული პროდუქტი მოწმდება დახზე მოხვედრამდე. მართლა? აი ეს. კი. ლაბორატორია არის? კი. სწორედ საწარმოს კადრებს ხედავთ ახლა ჩვენს ეთერში. მერიკო, მე მგონი პასტა ძალიან უკვე კარგი მოიხარს. მეგობარი მუშაობს, უკარგესი კაცი. თავარი ეს არის. ამასობაში მე უკვე მოვხარშე პასტა, სპაგეტი მოვხარშე, რომელიც აქ მელოდება და გადავწყვიტე ცოტა ბოსტნეულის დამეხმარებია ამ პასტის მოსამზადებლად. თუნდაც რაც სახში გაქვთ, აბსოლუტურად ყველა ბოსტნეული შეგვიძლია ეს კერძი გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ соусიც მზადა აქვს პასტას, ანუ соусიც მაქვს აქ. სხვადასხვანაირი соуსი, ერთი არის ბოლონეზე, ერთი არის პიკანტური соуსი, აქ არის კარბონარა. ანუ თქვენი არჩევის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ რა соуსი გინდათ და რომელი პასტა გინდათ თქვენი კერძისთვის გამოიყენოთ და უცებ 7 წუთში მოამზადოთ კერძი. 7 წუთში იმ შემთხვევაში გაკეთდება, თუ თქვა არ დავახმართ არაფერს, მაგრამ მე მინდა ახლა ცოტა ბოსტნეულიც რაღაცა მოვთუშო შევწვა, ერთად აურიო, რომ უფრო გემრიელი და მრავალფეროვანი გახდეს კერძი. სოკოს ვჭრი. სოკოს ჭრი გვაცა აგემოვნებს. შეაფასე გვაცა. აბა? მეგრული. სრული ნეტარება. სრული მეგრული მეგრელი. სრული მეგრული ნეტარება. იგზენი თავი? გენები დახტიან, ახლა დახტიან გენები. სულ ჟრუანტელმა დამიარა მთელ სტანში. ხო, არა? მერიკო, მე. ჭირდება ამ კერძისთვის. ვასხავთ ზეთს, ზეითუნის ზეთს ტაფაზე. ტაფა არის კარგად გახურებული უკვე.
დავყაროთ ბროკოლი, იმიტომ რომ ბროკოლის მეტი დრო დაჭირდება, ცოტა თემულად დამუშავდეს ვიდრე. ეკა მოდაკო სამეხლა. დიდი ბოდიში ეკარო ესე ჩაგეჭერით. უბრალოდ ისლი. არა, არ გაფსაც ავიღებ, აქედან რომ ხელი არ შეგეშალოს. დიდი ბოჭი გვაქვს ზურგითროვა. არა უშავთ. იმა ეხლა მოვა და მე შეში აღმოჩნდები. არ მომეკარო. არ მომეკარო. შემდეგი ბლოკის ნომრების ის არის, ესენი ხელი არ დააკაროს. კარგი. უჭამუდე. აი, აუ. ბროკოლი დავყაროთ ეს სოკო. აი ეს დაჭრილი სოკო. ჭამეა ჩიკო. კიდევ ერთხელ შეგიძლიათ ნებისმიერი ბოსტნეული გამოიყენოთ ამ კერძისთვის, არ არის აუცილებელი ბროკოლი და სოკო იყოს, რასაც თქვენ უპირატესობას ანიჭებთ. ეს ყველაფერი მოიბრატება კარგად. შენ როგორც იცი, ჩქარჩქარა. ჩქარჩქარა, ხო, იმიტომ რომ ისეთი კერძია, ყველაფერი მზად გაქვს, პასტა გაქვს, მოხარშული გაქვს, соуსი მზად გაქვს, კილოში და გინდა რომ უცებ ააწყო. ეს პასტა აუცილებლად უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ხარშავ და უცებ გაკეთებული არის რაღაცა, რაც არის თავარი საკმაზი პასტისთვის. соуსი. მაკარონისთვის. გულისხმობ соуსი, ხო? ხო, იმიტომ რომ ყველაზე დიდი დრო როგორც წესი соуსი აქვს ხოლმე გაკეთებისას. ეხლა ჩვენ არჩევანი გვაქვს, მითხარით ბავშვებო, რა გამოვიყენო, შეგვიძლია ბოლონეზე ვიხმარო, შეგვიძლია პიკანტური და ის თეთრი რა соуსი, ეს არის კარბონარა, ეს მე გიზდები კარბონარაზეც და ბოლონეზეზეც. ბიჭებს არა აქვს კარბონარა. პრიორიტეტი? კარგი, მაშინ მოდი გავაკეთოთ. კარბონოლეზე. კარბონარა. ერიკო, ყველაზე ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მე თქვენზე გიждები ყველა. პასტა კარბონარა. ფიმ საყვარელი კერძი არის ღომი, მაგრამ კარბონარასაც არა უხარ. ნუ რაც მეგრელებისთვის ღომია, ის არის იტალიელებისთვის პასტა, ხო? ზუსტად. მეგრელები და იტალიელები კარბონარა. ფათაშორის იტალიელებსაც აქვს თავისებური ღომი, რომელსაც პოლენტას ეძახიან და ძალიან პოპულარულია და იქ. სხვათა შორის ის რომ ღომს მიირთმევენ თითქმის პურის ნაცვლად, ხო არ ვწდები. ღომი არასუქებს. სწორი ვარ? რადაც ამბობ, ადვილად მოსანელებელია. ადვილად მოსანელებელია ამერიკო, ღომი არასუქებს. აი თქვი შემეწინააღმდეგე თუ იცი. ნუ ეხლა მჭადის ქვილი ეს არის, სიმინდია და სიმინდი ღორებს ასუქებენ და როგორ არ ასუქებს. ასუქებს უბრალოდ უფრო ჯანსაღია ვიდრე ესე ამის საფუარი. თმამიდა რომ არის ძალიან მსუბუქი. მოიბრატა როგორ ბოსნაური. აქიცინებს ამ თავს ყველაფერზე. ცოტა მარილი. კარბონარა ხო? აირჩიეთ კარბონარა. კარბონარა, კი, კარბონარა. ისპანახი მინდოდა. მერიკო რულა. გავამეყენებია და ისპანახი სულ ბოლოს უნდა ჩავყაროთ, იმიტომ რომ ფოთლები აი ძალიან უცებ წყდება. არ არის აუცილებელი წვრილად, აი ესევე დიდად ჩავყაროთ. ერთი ძალიან მაგარი ამბავი გითხრათ სპარის შესახებ. მითხარი? ისინი აპირებენ რომ აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა და საკუთარ ქსელში გამოიყენონ ბიოდეგრადირებადი პარკები. აჰა. ვიღაცამ დაიწყო. როგორი მნიშვნელოვანია. როგორც მეხვდები ეს არ იქნება ცელოფნის პარკი და იქნება ქაღალდის პარკი. უღმესი მადლობა. ეს თუ მოხდება, აი მე არ გავალ თქვენი მაღაზიიდან და ყოველ ჯერზე, ყოველი ყიდვის დროს, როცა ჩამიდებენ ამ პარკებში, ვიქნები მადლობელი თქვენი, იმიტომ რომ როგორც იქნა, მე არ მეგონა თუ როდისმე მე მომესწრებოდა ეს ამბავი. არავის მადლობელი არ იყო, იყიდე და შენ თვითონ შენი პარკით იარე. იცი რა, ჩემი პარკი ეგეც შეიძლება. ვერ ვიტყვი ამას, დავდივარ, მაგრამ ამ ცელოფნებს მაინც გატანენ, მაინც დებენ რაღაცას. კი. მაინც გიწევს ამის ხმარება. ამასობაში მე აქ მოთუშულ ბოსტნოლს უკვე დავასხეს კარბონარა, იმიტომ რომ ხმათა უმრავლესობის გადაწყარო კარბონარა გვიყვარს. 2 წუთი არც კი, აი უკვე ხედავთ რომ შუშხუნებს და ვამატებთ უკვე მოხარშულ პასტას. პასტა უნდა იყოს ალდენტე. დიახ ბატონო. კარგად ვიცით. ეს კარგად ამოვსვაროთ პასტა соуსში და ბოსტნეულში. ამოვგანგლოთ. და პირველ რიგში ჩვენ სტუმარს გავასინჯოთ, ხო მერიკო? ღომი გავცვალოთ პასტაში. როგორი ბარტერია მშვენიერი. უშავს. არა უშავს, მოიცადეთ ნუ პარმეზანი რომ განუყოფელი ნაწილი არის პასტასი, პასტით, რომელია სწორი. ეს ყველა ვიცით. აი აქ მაქვს და დავახეხავ. მაგას მე მოვაკვნიტე. შენ მოვაკვნიტე, ხო? დიახ. აჰა, შემოლამაზო. მოდი ამოვიღოთ, ბაიკო. შენ უნდა დაახეხო, ხო? და დავახეხავ, ხო? პასტის ამოსაღებიც ქონა ჩვენ სადღაც, მაგრამ ვერ არა ვხედავ. უშავს. ამით არ ვიყავ. აბაეკა. შრომა დღეს სოკოები და ისინი დაუყარე. კი. მოიცა? აი აქეთ არის.
სოკო. დიდი ერთ პამიდორიც არ ამა დაინანო. აუცილებლად მანცა სოკო როგორ არის ინგლისურად? როგორი საპატივცემულო სტუმარი. ეს როგორ არის? მოიწამეთ. გავჭ. მოიცადე? ისიც მოვწმინდოთ. რა თქმა უნდა. რაში ჩვენი სტუმრისთვის სანამ ლამაზია როგორი რთულია ახლა ამ გადაცემაზე მუშაობდე და შორს იყო და მაგრაქშიოდეს. მე მგონი ეს ვარ. და არ დავახეხო? კი კი, აუცილებლად. აი მე მერიკო როგორ მიყვარს? ერთადერთი პლუსი ამას ის აქვს, რომ ძალიან მალე კეთდება და ამდენი ენერგია არ ჭირდება რაც ეგ გონს. ერთადერთი პლუსი. გემრიელად მიირთვით. დიდი მადლობა. აი ჩემო, შვენი რა. აბა ველოდებით ხაშაფას. ძალიან ცხელი არ იყოს ცოტა. ხო, შეიძლება ცხელია. ხო, ცოტა თხილად ძალიან ცხელი არ იყოს. მიდი ეკა, მიდი. ცხელია. შემატკირო? აბა? ჩვენი გულისთვის. არ დაიწვათ ხალბატონო ეკა. რძე ჩამიდგა. ეკა თქვი? არის ნეტარება? და ღომი? ეცა სხვადასხვა რაღაცაა. მოდი ახლა ღომს ამას ნუ შევადარებ. მერიკო, შენ ხო გიყვარდი მე? ეხაც მიყვარ ხო შეგენა. გემრიელი. გემრიელია ხო? ძალიან. ყველი კარგად დაახეხეთ. ყველი უხდება ამას მაგრად. კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია ძალიან ვისაც დრო არ აქვს საუსის მოსამზადებლად. კი, აი მართლა ძალიან დიდი კომფორტია. ძალიან დიდი ვიტამინებია. კი, და კომფორტიც არის, იმიტომ რომ სახში მიხვედი გშია, მარტივად შეგიძლია. ძალიან გემრიელია. ახლა მოხარშო, ცოტა ბოსტნეული დაყარო, უცებ ახლა, ნუ რამდენი დრო დაგვჭირდა. შენი შეხედულებით ხო რა? თან, იმიტომ რომ რაღაცა ყველა უბანში იქნება გაფანტული უკვე ეს მაღაზიები და ყველას შეიძლება შეიძინოს თავისი სასურველი პროდუქტის პარში. შენ როგორ ხარ? დიმიტრი და გადმოგვიწია ჩვენ არა, ეს სტუმრებისთვის არის მეორე ბლოკის. ერთი ცალი თუ საუღე ერთი ცალი. ბაიკო, მოდი გავსინჯოთ კრუასანი არის ჩემი საყვარელი. მართლა? ფუნთუშეული. და სამწუხაროდ ყველგან გემრიელად ვერ ვჭამ. აუ, ძალიან გემრიელია მართლა უღოთ. აი, უბრალოდ გასინჯეთ და ეს არ აი, გვანც კიდე შენც. არა, მე არ მინდა კრუასანი. და კარბონარა? წარმოებს ელოდები ხო? არა, ზოგადად არ მიყვარს. თვითონ რასი კრუასანი. შუმეა. მოხიპოვანი. ძალიან გემრიელია. რაც არის ახალი, კრუასანი ესეთი რამეა, რაც უკვე 2-3 საათში კარგავს იმ ყველაფერს, რაც უნდა კონდეს. ნამდვილად. ძალიან გემრიელია. კარგი. ქალბატონო, უდიდესი მადლობა თქვენ, რომ მოხვედით და პირადად მე მომიწყო დღესასწაული. მადლობთ. და ჩვენს და მაყურებელს. ძალიან გული მწყდება დანარჩენი მეგრელი ქალბატონები, რომ დღეს არ არიან. მე რა სახლში ვეპატიჟები. მადლობა სპარს. მადლობა სპარს. ძალიან დიდი და ველოდებით ბაზარზე უკვე ფართოდ ამ მაღაზიის გამოჩენას და შევისვენოთ, ხო? შევისვენოთ. გავიდეთ რეკლამაზე. გავიდეთ.